იქ ხელი აიწია რწმენაზე რო თქვა, მაგარი პასუხი გაქვს, ამიტომ ისა გვითხრას რა უნდა და მე კითხვებზე პასუხს გავცემ. რამდენად ვიწოდვაში ვარ ადამიანი როდესაც ის ფლობს შავ მაგიას. მამი, რა არის შავი მაგიის უკან ვინ დგას? აბა ეხლა ესე იგი წარმოგიდგენიათ ადამიანი რომ მოახერხებს და ცხოვრების მიზნად გაიხდის ეშმაკთან ერთობას იმის გამო რომ მან ამ ქვეყნიურ წარმატებებს მიაღწიოს სანაცვლოდ რითი იხდის აი შენ თქვათ იღებ ძალას რომ ამ ქვეყნიურ ძალაუფლება მოიპოვო რას იხდი სანაცვლოდ ესე იგი სული მიყიდა ეშმაკსო მაგას ქვია ხო? რა ვიცი რა ქვია სიგიჟე მაგას მაგალითად მე ვთვლი რომ სულელია ის ადამიანი სამსიტყვის პირდაპირ გაგებით რომელიც კაზინოში და ტოტალიზატორში თამაშობს სულელია იმიტომ რომ თავისი პირად და ოჯახის ქონებას და ცოლშვილის ლუკმაპურს ვიღაცას აძლევს ეს ვიღაცა ჯიბეში იდებს ის ვიღაცა რა თქმა უნდა კაზინოს მეპატრონე რომ სულ მიყიდულია თუ შეინანა ერთვაქნას მაგრამ თუ არა სხვას ვერ დავარქმევ კაზინოს მეპატრონე არის პირდაპირ სატანის მსახური პირდაპირ სატანის მსახური ღმერთმა ყველა კაზინოს მსახურს სინანული მისცეს იმიტომ რომ იქ იმდენი ადამიანი თავს იკლავს იმდენი ოჯახი უბედურდება და ყველა მათი ფული როგორ არ ვიცი ხო და ეხლა ის ჭკვიანია ამ ქვეყნიური გაგებით ქემაინ ჭკვიანია რომ სანამ აქ არის მანამდე ესე იგი გამწყარია მაგრამ ვინც თამაშობს ის ამ ქვეყნიური გაგებითაც სულელია იმიტომ რომ იმ აზარტულ გართობაში იხდის იმ წუთიერ სიამოვნებაში იხდის ფულს ისე როგორც სიგარეტის წაველი სულელია არ გეწყინოთ ვინც ეწევით აბა ჭკვიანები როგორ ხართ მყრალ რაღაც საშნელებას ეწევით მავნებელთა ხო რა წერიაზე და კლავსო ხო კაცებისთვის აწერია კლავსო და ქალებს ეს არ მოქმედებს და ქალებისთვის აწერია კანსაფუჭებსო ესე იგი მაინც ეწევი და ფულსაც იხდე ფულსო არ იხდიდე კიდე გასაგებია ფულს ახაზე იხდე და წარმოგიდგენიათ ადამიანი რომელიც სულს იხდის სულს ძალაუფლებაში აბა რა ჭკვიანია თუ დამიმტკიცებ საწინააღმდეგოს ხელებს ავწევ ხანდახან იციან ხოლმე მამაო იცი რა მე ბევრს კი არ ვეწევი ან ბევრს კი არ ვთამაშობ ხანდახან შევალ ერთი ჰა რამდენიმე ლარი და ან ხანდახან დღეს შეიძლება ერთი ღერი მოვწიო ნუ რა მოხდა მე რასაც ვეუბნები ხოლმე შეიძლება გითხრათ არ გამკიცხავთ ვეკითხები ხოლმე როგორ ავთქვა ეხლა აი ძროხაროშვება ნეხვი ეუნები ერთი კალათა გეჭამია თუ ერთი კოუზი მაინც რა ხარ ვეუნები თვითონ ამობერაც არიან მაგის ჭამია და ვეუნები შედალოცილო რას მევაჭრები არა მთელ კალათას არა მხოლოდ ერთ კოუზს დღეში ერთხელ ეგ არის ხოლმე დღეები როდესაც ყველაფრის რწმენა ქრება და აღარაფრის აღარ მჯერა რა უნდა მოვიმოქმედო ასეთ დროს ესე დროს უნდა გახდე მეომარი აი ქრისტიანი გავს მეომარს რომელიც უკან დგას რიცხობრივად მცირე ჯარი მაგრამ მართალი ყოველი ქრისტიანი არის დიდგორის ომის მონაწილე ყოველუბრალოდ არ მიმართა დავით აღმაშენებელმა მათ ეჰა მეომარნო ქრისტესო მათ არ უთქია აბა ქართველებო დახკართ ხმალი მტერსა არა ეჰა მეომარნო ქრისტესო ძალიან ცოტანი იყვნენ ერთ-ერთი თანამედროვე მწერალი რომელმაც ძალიან საინტერესო ისტორიული რომანი დაწერა დავით აღმაშენებელზე ჯვარი პატიოსანი ესე ქვია ვასო კუკუნაშვილი ესეთი მწერალი იქ არის ესეთი სიტყვები დავითი ამბობს უნდა დავასწროთ შეტევა დიდგორის ომზე თორემ თუ ისინი წამოვლენ ჩვენ წინააღმდეგ ხმალი არ დაჭირდებათ ფეხებით გადაგვივლიან სტადიონი ხო იცით დინამო სტადიონი
მტერი იყო დაახლოებით 8 თუ 9 სტადიონი, წარმოგიდგენიათ, გადატენილი. თბილისის დინამო სტადიონი 8-დან 10-მდე, აი 8-დან 10-მდე გადატენილი სტადიონი. გესმით რამხელა არმია ესა. და ქართველები ერთი სტადიონიც არ იყო. არ ჭირდებოდათ მათ ხმლები, აი ესე გადაუვლიდნენ. იმდენად ანუ ფაქტობრივად ეს იყო განწირული ბრძოლა. და უკან კიდე ჩახერგა, ხო, დავით გახსოვთ ეს ისტორია. თქვათ ინსტინქტურად რომ მოენდომებინათ, აი წამოვიდა ეს ხო არცოფი და ეს რაღაცა ცუნამი რომ წამოვიდოდა, ხო? წარმოგიდგენიათ? ვერც გააჩერებდნენ, იმიტომ რომ უკანანი წინას გადაჯეკავდნენ, ამიტომ შეუძლებელი იყო მათ ფიზიკურად ვეღარ გააჩერებდნენ. აი რაც არ უნდა წინა ხალხი ეხოცათ, ხო? რაც არ უნდა ეხოცათ, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ის უკანა თან ვიწრო ხეობაში იყო და უკანა რომ მოაწყდებოდა, ეს იქნებოდა ნუ განწირული, წინა მეომრები, სპარსელი თურქ-სელჩუკი მეომრები ვერ გაჩერდებოდნენ იმის შიში და უკანა გადმოჯეკავდა. ამიტომ ყველა შემთხვევაში ეს გადაუვლიდა, არაფერს აღარ დატოვებდა. აი ეს იგივე რომ კაშკალი რომ გასკდეს. წყალს კი 1-2 წყალი შეიძლება ვედროთი გვერდზე გადაასხა, მაგრამ ნუ გადაგჯეკავს. აი ესეთი რამე მოხდებოდა. და ამიტომ ბუნებრივია ინსტინქტურად შეიძლება ქართველები გაქცეულიყვნენ, უკან ჩაუხერგა დავითმა გზა. რა თქმა უნდა მათივე ნებით, ჩავხერგოთ და ჩახერგეს. გასაქცევი არა აქვს. ყოველი ქრისტიანი გავს დიდგორის მეომარს. იმიტომ რომ გასაქცევი არა გაქვს. ხა მაგას მე გეტყვით რატო არა გვაქვს და წინ კიდე აქეთ უნდა დაასწრო. რა თქმა უნდა იმისა რომ იქ მოიგო ამის დარწმუნება რომ ეს ომი მოიგო და ბრძოლაში გაიმარჯვა ეს არის რაღაცა ესეთი რა უნდა გაიმარჯვა როგორ იქ თითოეული დიდგორის მეომარი წავიდა სასიკვდილოდ წავიდა უნდა დავითის ჩაკითხვა უნდა მომხდარიყო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ისინი წავიდნენ სასიკვდილოდ მათ ერთი წამით არ შეპარვიათ ერთ რამეში ბოლომდე უნდა ეომათ და რატომ? იმიტომ რომ ისინი ამით ერთგულებდნენ ქრისტეს და სამშობლოს. რაც შეეხება უკან დასახები არ ქონათ. ჩვენც ესე ვართ. რაც არ უნდა რწმენა შეირყეს და ესე გახდე. არა გაქვს მოდუნების უფლება, შენ დიდგორის მეომარი ხარ. რაც არ უნდა შესუსტე შენი რწმენა უნდა გახსოვდეს რომ შენ წინ არის ქრისტე, რომელსაც უნდა ისწრაფო და ქრისტესა და შენ შუა დგას ეს ეჭვები, ეს პრობლემები, ეს 1000 რაღაცა, რომელსაც არ ეპუები და მიდიხარ წინ. უკან გასაქცევი არ აქვს. იმიტომ რომ მე თუ რომელიმე მეტყვის რომ მე ქრისტეზე უარს ვამბობ და ღმერთზე უარს ვამბობ, რამე თუ სანაცვლოდ რა უნდა მიიღო თუ ვინმე მეტყვის, ნუ უსმენ. სანაცვლოდ არაფერს არ იღებ. სანაცვლოდ გრჩება მხოლოდ შენი ხორცი რომელიც გარკვეული დროის მერე აღარ გექნება. ასე უკან დასახევი არა გვაქვს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ რწმენა შესუსტდა წინ მეომრის შემართებით. ჩემს მეგობარს არ წამს მგლების და ბერების. ის მათ არაბარებს ახსარებას, მაგრამ იძახის რომ გულში ვინანიებ. ის აქ არის და შეგიძლიათ გვესაუბროთ. საერთოდ როდესაც საუბარია რწმენაზე რწმენა არის ესეთი ფენომენი, რომ რწმენა უნდა გაცოცხლდეს, მე წაღანაც გითხარით. რწმენა რომ გაცოცხლდეს, მე მჭირდება საყრდენი და ათვლის წერტილი. ეს ათვლის წერტილი ქრისტეა. ადამიანად მოვიდა ღმერთი. და ქრისტე მეუბნება თავის მოწაფეებზე და მათ მოწაფეებზე სახარების სული ესე მასწავლის, რომ ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინა. ვინც თქვენ მიგიღოთ მე მიმიღო. ვინც თქვენ არ მოგისმინა და არ მიგიღოთ, მე არ მომისმინა და არ მომიღო. ეს იგივეა რომ აი მოციქულებს რო აგზავნიდა და მოვიდოდა შენთან სოფელში თქვა, რომელიმე მოციქული თქვა ბართლომე, ან თქვა თადეოზი და ან იოანე და კაცო მე ღმერთის მჯერა და შენ ხა თავი დამანებე. და არ გაყვებოდი მას რომ ქრისტე ეჩვენებინა. მღვდლის ფუნქცია ის კი არა რომ ჩემი გცა, ჩემი რა უნდა გწამდეს, შედო ჩემი მე არ ამწამს. მე არ მწამს ჩემი. მე ჩემ თავს ერთ წამში არ ვერ ვენდობი. რა ვიცი, რა სისულელს გამაკეთებინებ ჩემი თავი. მე კი ჩემი კი არ უნდა გჯეროდეს. შენ უნდა გჯეროდეს ქრისტესი, რომელთან სავალი გზას მე უნდა დაგანახო. შენ რომ მიდიხარ მღვდელთან, შენ ამას ეძებ. შეუძლია თუ არა მას დამანახოს ღვთისაკენ სავალი გზა, ქრისტე დამანახოს. მე თუ ქრისტე არ დაგანახე, ჩემი რატო უნდა გჯეროდეს კაცო?
იცი რა, ადამიანი ხანდახან რაღაცას ფორმულას გამოაცხობს, მე მღვდლების არ მჯერა, და ვინ გითხრა რომ უნდა გჯეროდეს კაცო მღვდლების? მე მღვდლების არ ამწამს, და ვინ გითხრა რომ უნდა გწამდეს მღვდლების? საწერია. აი, მოდი ესე ვთქვა, შენ თქვა აბარებ უმაღლეს სასწავლებელში და გჭირდება ფიზიკა. მიხვედი და შეხედე ფიზიკის მასწავლებელი. მე შენი ამჯერა კაცო. ვინ ახარ შენ? ეხლა გონიმული თუ იქნება შენი საქციე. გჯერა არ ჯერა ვინ? შენ გინდა რომ იმამ ფიზიკასთან მიგიყვანოს. გესმით როგორი რაღაცა? ამიტომ მე შენ რა უნდა გწამდეს? მე შენ ქრისტე ეძებე და აბა ნახე გეხმარება თუ არა ესა თუ ის მღვდელი? და თუ არ გეხმარება და რაც შეეხება რა გულში ქრისტე რა საინტერესო სამესამესამ ვინ გითხრა რომ გულში არ უნდა შეინანო? ვინ გითხრა რომ ღმერთი გულში არ უნდა ეძებო? მაგრამ მე კითხვა მაქვს. ქრისტე ამბობს ესეთ რამეს. თელის უბედურება რაც სამყაროში ხდება გამოდის ჩვენი გულებიდან. ჩვენი ადამიანის გულია წყარო ამ ქვეყნიური ბოროტებისა. მე კითხვა მაქვს. ყველა ადამიანის გული ბოროტების წყაროა და შენი სიწმინდის ქრისტე ყველა ადამიანის გულზე ამბობს. ყველა ადამიანის გული არის წყარო ბოროტებისა. და შენია სიწმინდის. ესე იგი შენის ბოროტების წყარო. როგორ შეიძლება და ცნებად გაძლევს გული განიწმინდე, რომ ღმერთი დაინახო? რას ნიშნავს ეს განიწმინდე გული? რას ნიშნავს? ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ არის მე გარდა ამისა, ადამიანი ნანობს გულში. ღმერთისაგან პასუხი გვინდა თუ არა ამ სინანულზე? შენ გინდა თუ არა დარწმუნდა იმაში, რომ ღმერთმა შეგინდო, თუ არ გაინტერესებს? შენ რო ღმერთს ევედრები რაღაცას, პასუხი უნდა მიიღო თუ არ მიიღო? ეხლა ლოგიკურია, ხო ღმერთი ცოცხალია და პასუხი უნდა მიიღო და შენს უნდა გაინტერესებდეს. ეხლა მე გეკითხები, როგორ მიხვდები, როგორია ღმერთის პასუხი? რა მეთოდიკა გაქვს, რა პრინციპი გაქვს, რა ცოდნა გაქვს, ისაც მიხვდები, რომ შენ სინანულზე და შენ სათხოვარზე ღმერთი პასუხს გაძლევს. ჭკვიანი ადამიანი პასუხს გამცემს ესე. სუბიექტური განცდა. კითხვას გიბრუნებ, რა იცი რომ შენი სუბიექტური განცდა არის პასუხი ღვთისგან და არ არის შენი ნერვული სისტემის რაღაცა მდგომარეობა და რაც ყველაზე უარესი, კი ბატონო პასუხი სულისგან, რომელიც ღმერთი არ არის. და იცით რომ მიღმია სამყაროში სხვა სულებიც არსებობა. როგორ ახერხებ იმას, რომ 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა გვერდზე გადადო? შენ იცი რომ დღეს ეკლესიაში ზუსტად ის გამოცდილება არსებობს? სხვა საკითხია, ვინ როგორ იცის? არიან კარგი ექიმები და არიან ცუდი ექიმები, არიან კარგი პედაგოგები და არიან ცუდი პედაგოგები, მაგრამ მედიცინა და განათლება არსებობს. გრიგოლ ხანძთელთან თუ მიხვიდოდი, რომელიც იონეს დედაზნელთან, შიომღვიმელთან თუ მიხვიდოდი. შენ როგორ ფიქრობ, დღეს არ არიან ადამიანები, რომელსაც ეს გამოცდილება თავის თავში გაცოცხლებული აქვთ, რაც მათ ჰქონდათ? თუ მეტყვი რომ არა, ეწინააღმდეგები ქრისტეს, რომელიც გეუბნება და პავლე მოციქულს, რომელიც გეუბნება, რომ არ იცვლება ქრისტიანობა და ეკლესია და იგივეა სულ. სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს. ამიტომ ესეთ პოზიციას არ აქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ წერილში იყო. ეს არის უბრალოდ ადამიანის რელიგიური სიზარმაცის გამოვლინება და ცდელობა იმისა, რომ ადამიანმა რელიგიურად არ იცხოვროს და თავისთავად გაამართლოს. კაინმა მოკლა აბელი. შემდეგ კაინმა მოიყვანა ცოლი. ვინ მოიყვანა, როდესაც დედამიწაზე მხოლოდ 4 იყვნენ. ეს კიდევ ერთი ეს კითხვა ნიშანი იმისა, რომ ადამიანებს არასწორად ესმით ბიბლია. ვინ თქვა, რომ 4 იყვნენ? არცად არ წერია ბიბლიაში, რომ 4 იყვნენ. ბიბლიაში წერია, რომ ადამ და ევამ გააჩინეს კაინი, შემდეგ აბელი, შემდეგ სეითი და ასე შემდეგ. მაგრამ არცად არ წერია, რომ მარტო ეს 3 და 4 გააჩინეს. მათ მრავალი შვილები ყავდათ, 1000 წელი იცხოვრეს. ქორწინება ხდებოდა საკუთარ დებზე. ახლა ვიღაცამ შეიძლება უიმეს რა მოხდა. ეს არაფერი არ მოხდა. აქ როგორი რამ არის? ცოდვა არსებობს იქ, სადაც არის ჯული. სადაც კანონი. სადაც ჯული არ არის, იქ ცოდვა არ არის. არ იყოს ჯული, რომ არ შეიძლება ძმამ და მოიყვანოს, ამიტომ ძმის მიერ დის მოყვანა არ იყო ცოდვა. მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსია. სპეციალურად იყო ეს ყველაფერი ეს. იმიტომ რომ მე
აი თუ ნებისმიერი თქვენთაგან რომელსაც მე არ უნახი ვარ და მეც არ მინახი ხარ. ჩვენ ნათესავები ვართ ერთმანეთის. არა მხოლოდ როგორც ქართველები, არა როგორც 21 საუკუნის შვილები, არამედ როგორც ადამის შვილები. მთელი ეს კაცობრიობა შეიძლება წარმოიდგინო ერთი უზარმაზად ხედ, რომლის პირველი ფესვი არის ადამი. ადამიდან შეიქმნა ევა, იმიტომ თუ ადამიანს უყურს ძმამ და როგორ მოიყვანა ცოლადო, მაშინ ის სიტყვასაკვირია ადამიანისგან ევა როგორ გააჩინა ღმერთმა. ანუ პირველი ძირი არის ადამიანისგან როგორც ხერო წარმოიდგინოთ, მან გამოიბარტო ევა, მათ მერე გამოიბეს სხვადასხვა რტოები, იმათ ისინი კიდე ქორწინდებოდა, აი ესე მივიღეთ ეს უზარმაზარი ხე, რომლის სხვა ტოტები ვართ ჩვენ. ამიტომ ჩვენ ერთი გენეტიკა გვაქვს, ერთი და სხვათა შორის გენოფონდზე გამახსენდა დღევანდელი მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ ადამიანის გენოფონდი ნელ-ნელა ვიწროვდება თითოეულ ადამიანში. და ამას რო იკვლევენ ბიოლოგები, ესე დასკვნამდე მიდიან, რომ 1000 წლეულების იქით ადამიანის გენოფონდი იყო ძალიან მდიდარი. და ადამიანში ეს იყო და ევაში და იმ პირველ ადამიანებში ძალიან მდიდარი. და ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას თუ სამედიცინო თვალსაზრისით დაინტერესებს, იმიტომ რომ უახლოესი სისხლით ნათესავების კავშირი ძალიან მავნებელია, იმიტომ რომ სხვადასხვა მუტაციები შეიძლება გამოვიდეს, მაშინ ეს საშიშროება არ იყო, იმიტომ რომ ძალიან მდიდარი იყო ადამიანის გენოფონდი. დავდიოდი ერთ ეკლესიაში, სადაც თავს ძალიან კარგად ვზნობდი. არ ვიღლებოდი წირვებზე, ლოცვებსაც ვისმენდი. გარკვეული მიზეზების გამო ამიგრძელეს სიარული. სხვა ეკლესიაში ვერ ვჩერდები, ვერ უსმენ ლოცვებს. სულ გარეთ გასვლა მინდება, რას მირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცე. აქ მიკვირს ძალიან ვის აქ უფლება რო აგიგძალოს. ეკლესიაში სიარული. სადაც არ უნდა დადიოდე და მეორე ის რომ რა თქმა უნდა, თუ იქ კარგად გზნობდი თავს, თუ იქ იყო სიმშვიდე და იქ თქვათ ის პერიოდი, როცა წირვას უსმენდი, შენ იქ ქონდა არასალონური შეხვედრები, როგორც სამწუხაროდ ბევრ ტაძარში ხდება, მივა ადამიანი ტაძარში და აბა როგორ ახარ ძმაო და კარგად ავარ და მოიკითხავენ და იქეთური, აქეთური, ბიძაშვილი, მამიდაშვილები, ოჯახისამები აქორწინდნენ თუ არა და მთელი ესე იგი 3 საათი თუ 2 საათნახევარი შეიძლება ადამიანმა ესე კითხვა-მოკითხვაში გაატაროს. რა თქმა უნდა, ეს არის სრული კომფორტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ეზოში და ბაზარში მქონდეს, არანაირი კავშირი ამას ღვთისმსახურებასთან არ აქვს. თუ ესეთ კომფორტს ეძებს ადამიანი და ესეთ სალონურ შეკრებებს, რა თქმა უნდა, იქიდან ჯობდა წამოსულიყო. მაგრამ თუ იქ იყო მართლა ეს 2 საათი, 2 საათნახევარი, 3 საათი დგომა და ღვთისძიება მთელი ამ ხნის განმავლობაში, დისციპლინირებულად და გარინდებულად, წირვაზე უნდა მოგეცეს საშუალება გაირინდო ღვთის წინაშე და ღმერთი ეძებო შენს გულში. რომ ქრისტიანობა ღვთისმსახურება სინამდვილეში გარეთ კი არა, ის გულში აღესრულება. გარეთ რაც ხდება, არის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გულში დაიტიო და ახსნილს, იმიტომ რომ ქრისტე გვასწავლის, რომ სასופველი გულში ეძებეთ. თუ ეს იყო და მიზეზი გავგებარია, თქვა რატო იქიდან წამოხვედი, ეგეთი ტაძარი უნდა მოძებნოს სხვაგან. ანუ ის ჩვევები დადებით, რაც იქ ქონდა, სხვაგან უნდა მოხდეს მათი რეალიზება. იმიტომ რომ აუცილებლად იქნება კიდე ესეთი ტაძარი, სადაც ესეთი სიმყუდროვე იქნება. და ის რომ ჩვევები გვაქვს ხანდახანდა ეს ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და თუნდაც კაი კეთილი რჩევები და მიჯაჭულობა ეს უნდა გადავლახოთ თუ სხვა საშუალება არ არის და ეს ჩვევები სხვაგან გამოვიმუშავოთ თვლი თუ არა გაკვეთილზე ლოცვას აუცილებლად როდესაც ბავშვების უმრავლესობა ლოცვაზე კონცენტრაციას ვერ ახერხებენ ნუ ამ კითხვაზე პასუხი ჩემი დღევანდელი საქციელია მე ჩვენი შეხვედრის წინ არ მილოცია ხო pilotse? ლოცულობდით? ანუ საზოგადოებრივ ლოცვა ჩავატარე? არა. ადამიანისთვის ლოცვა იმდენად ინტიმურია და იმდენად სიღრმისეულია, რომ და იმდენად პიროვნულია ჩემთვის, მაგალითად, ეს არის ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, რომ მე რომ ჩემთვის ეს ყველაზე ძვირფასი საქმიანობა, ჩემს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, რომ საზოგადოებრივი გავხატო და ერთად ვილოცოთ, ამისათვის მე მჭირდება აუცილებლად თქვენი თითოეული თქვენთაგანის სრული თანხმობა. ამიტომ მე წირვაზე როცა ვწირავ, მე ვერ ვგუობ ვერცეთ ადამიანს, რომელიც იქ არ დგას.
ფიზიკურად შეიძლება დგას, მაგრამ შინაგანად არ დგას და ეს მიედმოედება თავისი გონებით, გულით და მით უმეტეს თუ ხმაურობს. არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები ამას. წინვაზე იყო აბსოლუტური სიწყნარე, რასაც მე ვაკონტროლებ, ყველაფერს ვერ გავაკონტროლებ თავისთავად ცხადად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ ვდგავართ და მე თუ ღვთის წინაშე ხმას ვამბობ და ხელებს აღვაფხორებ როგორც მღვდელი და ჩემს ღმერთს, ჩემი გულის ნადებს ვეუბნები. მე არ მესიამოვნება რომ შენც თუ ჩემთან ერთად არ ახარ ისე მიყურვა, ხედავ ლოცულობს. ჩემს სულში ვერ ჩაგახედებ. ამიტომ მე არ შემილია მოვიდე და კლასში, სკოლაში, აი ეს შეხვედრებზე აბა მოდი ხო ვილოცო. მე რა ვიცი, შენ შეიძლება სადღაც ახარ სხვაგან და შენ წინაშე გამოვჩდე რაღაც ეს ჩემი პირი. აი ადამიანი რო თავის შეყვარებულს ესაუბრება, მას მესამე იყო დავსწრებ ხوار ჭირდება. არ უნდა. ჩვენ გვიყვარს ღმერთი, უნდა გვიყვარდეს და ჩვენ ეს საუბარი ძალიან ღრმა და ინტიმურია, ძალიან ახლობელია და მე მაყურებელს ვერ ავიტან. ხოლო თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიცი რომ აი რაც მე მინდა, ზუსტად ის გინდა, შენს, მაშინ ერთად შეიძლება ვილოცო. ესე იგი ეს რას ნიშნავს? თითოეული ადამიანი გაწყვეტს ამას. კლასში თუ მაგალითად როგორც მასწავლებელი, ისე თითოეული მოწაფე, აი ამ სულით არის ახსებული, შეიძლება ილოცო რატომაც არა. და თუ ეს არ არის ცნობილი, მაშინ არ უნდა ილოცო. რა არის სიკვდილი და რა იქნება სიკვდილის მერე. იცი რა, ეს ძალიან კარგი თემაა, მოკლედ ესე შემიძლია გიპასუხოთ რომ იმისათვის რომ გაიგოს სიკვდილი, უნდა იცოდე რა არის სიცოცხლე. სწორია? უფრო დავაზუსტებ. თუ არ იცი რა არის სიცოცხლე, როგორ მიხვდები რა არის სიკვდილი? კიდევ დავაზუსტებ. ბიოლოგიური სიკვდილი არის თუ არა ადამიანური გაგებით სიკვდილი? რატო? ახლა უყურებ ბიოლოგიურად ყურება ხოჭო, ჭიამაიაც თქვენ წარმოედგინეთ, პეპელა, ძაღლი, ღორი, მამონტი. ბიოლოგიურად ყურება ერთი უჯრედი, ხო ყურება? ყურება. ბიოლოგიას ხო გადიხართ სკოლაში? თქვენ ისიც ყოველდღიურად თქვენში რამდენი უჯრედი ყურება? თქვენ იცით რომ 7 წელი, ახლა მე რო 7 წლის მერე მოვიდე და აქ დამხვდეთ, თქვენი სხეული იქნება სხვა. იცით ესა? ანუ ბიოლოგიურ, უჯრედულ დონეზე და მგონი მოლეკულურ დონეზეც კი თქვენ იქნებით სულ სხვა. იცვლება თქვენი აი ეს ყველაფერი. იცვლება ბიოლოგიურ და უჯრედულ და თვით მოლეკულურ დონეზე იცვლებით. ანუ 7 წლის მერე რომ მოვიდეთ, თქვენ სხვა სხეული გექნებათ. ოღონდ ფორმით ისეთივე და თქვენი სული ძერწავს ამ სხეულს. ანუ თუ ბიოლოგიური სიკვდილი არის სიკვდილი, მაშინ თქვენს უყდებით ყოველ წამს. რა თქმა უნდა, ბიოლოგიური სიკვდილია, მაგრამ ეს არის სწორედ ბიოლოგიური სიკვდილი, რადგან ადამიანი თავის თავში ატარებს უკვდავებას. ამიტომ უბრალოდ ბიოლოგიური სიკვდილი ვერ იქნება სიკვდილი ადამიანური, ხო სწორია? იმიტომ რომ ადამიანური სიცოცხლეც არ არის მხოლოდ ბიოლოგიური სიცოცხლე, სწორია? ესე იგი, იმისათვის რომ გავიგოთ რა არის სიკვდილი, უნდა ვიცოდეთ რა არის სიცოცხლე. რა არის სიცოცხლე ადამიანური? მარადიული ერთობა ღმერთთან. სწორია? სწორია. მაშინ რა გამოდის? თუ სიცოცხლე არის მარადიული ერთობა ღმერთთან, მაშინ ადამიანური სიკვდილი რა გამოდის? ამ ერთობის დაკარგვა. ანუ მარადიული კავშირის დაკარგვა ღმერთთან გამოდის სიკვდილი. სწორია? სწორია. ესე იგი, სიკვდილის მერე რა იქნება? ის იქნება ჩემო კარგო რომ თუ შენ სწორედ ცხოვრობ, მაშინ შენ აღარ დაექვემდებარები იმ მეორე სიკვდილს, რომელსაც ქვია მარადიული კავშირის გაწყვეტა ცოცხალ ღმერთთან და შეხვალ მარადიულ სიცოცხლეში. ხოლო თუ შენ მარადიულ მეორე სიკვდილს დაექვემდებარები, ანუ დაკარგავ კავშირს მარადიულ ცოცხალ ღმერთთან, შენ სიკვდილის მერე მოკვდები მეორედ. ესე იგი რა გამოვიდა? აქაც არ ახარ ცოცხალი და ისედაც ცოცხალი არ ახარ და კიდე მოკვდები. ოღონ მეორე სიკვდილით საშინელებაა, წარმოიდგინეთ. ამიტომ ქრისტე ამბობს ესეთ რამეს: ჩემი მორწმუნე არ მოკვდება, არამედ კი გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ეს არის ქრისტეს სწავლება და თუ თქვენი რწმენა გაცოცხლდება,
თქვენში ეს სწავლება იქნება როგორც ცოცხალი შეგრძნების და განცდის დონეს. ხო კარგია? კარგია. აი ეს არის. რატომ აქვს ადამიანს ახლობლებთან ან თუნდაც შვილის დაკარგვის ან ცუდად გახდომის რატომ აქვს ადამიანს ახლობლების ან თუნდაც შვილის დაკარგვის ან ცუდად გახდომის შიში? იცით, ეს შიში გარკვეულ ინტუიციებს და შეგრძნებებს ეფუძნება, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება იკვებებოდეს ბოროტისგანაც. საძირკველი საფუძველი ან ბოროტი, ანუ ეშმაკისგან. მისი საფუძველი შეიძლება იყოს ურწმუნოება, მცირედ, აი, რო თქვი, წმენა, რომელიც ცოცხლდება და ხდება იმედი. აი, როცა ეს მეორე საფეხური არ აქვს წმენისა ადამიანს. როცა ბოლომდე ენდობი, ღმერთო მე შენ ყველაფერში გენდობი. როცა ეს არ აქვს, მაშინ მას პირველი წმენა შიშისგან ვერ ათავისუფლებს. მეორე წმენა, მეორე საფეხური ნელ-ნელა ანთავისუფლებს შიშისაგან და როდესაც ეს გადადის უკვე სიყვარულში ღმერთისადმი, მაშინ უკვე ეს მესამე საფეხური საერთოდ ანთავისუფლებს ადამიანს შიშისაგან. უფალი ესე გვასწავლის სრულყოფილის სიყვარული განსდევნის შიშს, იოანე მახარებელი ამბობს. როგორ არის სახარებისეული სწავლება ამ შემთხვევაში. აი ესე, ანუ წმენის დეფიციტია ეს. ადამიანის წარმოშობა ზეზვა მზია თუ ადამი და ევა ზეზვა მზია. იცით რა შეასაქმე? მე ვიცი ადამიანი ბიოლოგი, რომელიც ესაუბრა ამ ზეзвასა და მზიას, ვინც იპოვა და პირდაპირ უთხრა, შენ ხო იციო, ესენი მაიმუნები არიან. და რატო რა კარიერის გამო შეიძლება ესეო და მეთქი პასუხი რა თავი ჩაბრუნაო. მაიმუნები არიან, არ იციო და რატო აკეთებ ამას? მე მაგალითად ეხლა ბიოლოგი არა ვარ და ძალიან მე შემიძლია ეს ინფორმაციები დავწერო, მოგიტანო, წაგიკითხო. დღეს ყველაფერი შეიძლება მთელი ეს ყოველ შემთხვევაში ჩემ დროში სახელმძღვანელოები იყო და ეს ავსტრალოპიტეკები და პიტეკანთროპები და რაღაც ეს მთელი ეს სქემები და იქიმდენი ფალსიფიკაცია იყო. რომ უბრალოდ დღეს სერიოზულად არ ამჯელობენ ამ თემებს. ასე რომ მე ბოლოდ ერთხელ თუ მოიცალე, შეიძლება ეს გრაფიკი გავაკეთო და ის მონაცემები თანამედროვე ყველაფერი ჩამოვწერო და აი თქვა ერთ შემთხვევაში როგორ მოხდა ისე რომ ღორის კბილი და რომელიღაცა ის ადამიანის რაღაცა ნაწილი იპოვეს სხვადასხვა ადგილას და ღორის კბილიდან და ადამიანის ნაწილიდან შექმნეს ჩონჩხი მთელი ფოტოსურათი და როგორ ნადირობდა და დაარქვეს რაღაცა. აი ესეთი დონის ფალსიფიკაციები იყო, რომელიც დღეს უკვე გაშიფრულია. შეიძლება თუ არა ქრისტიან მართლმადიდებელმა ატაროს სატანისტური სამკაულები, თუ მას მხოლოდ აქსესუარების დატვირთვა იყენებს. შეიძლება თუ არა ცოლის მოსიყვარულე ქმარმა ატაროს ლამაზი სხვადასხვა ქალის ფოტოები გულიჯიბეში, რომელიც მხოლოდ ესთეტიურ ხასიათს ატარებს. აქ ლაპარაკია ერთ-ერთ კონკრეტულ ხორცელ ცოდვაზე, რომელსაც ხმამაღლა არ ვამბობ და რატომ არის ცოდვა ამბობს. იმიტომ ამ პასუხის კითხვის დამწერს, იმიტომ რომ ეს ცოდვა, რომელიც მომწერეთ, არ არის ბუნებრივი ადამიანისათვის. არც ადამიანური ფიზიოლოგიისათვის და მით უმეტეს ადამიანისათვის, როგორც უკვდავი სულიერი არსებისათვის, ეს ხორციელი ცოდვა არ არის ბუნებრივი. ამიტომ ის არის ცოდვა. ანუ ნებისმიერი გადახრა ბუნებიდან ცოდვა არის. რას ფიქრობთ როკ მუსიკაზე? გააჩნია მუსიკას, კაცო. ეხლა როგორ შეიძლება არ მომწონდეს თქვათ ბობ დილანი და თქვათ რატო უნდა მომწონდეს მაგალითად რომელიმე არ დავასახელებს ვიღაცას ეწყინოს, მაგრამ არის მთელი რიგი მიმდინარეობები, სადაც საშინელი აგრესია და ესე იგი სატანისტური, თქვა, ფორმებიც კი სატანისტური აქვს ჩაცმის. რატო უნდა მომწონდეს და თქვა ასე რომ
თქვათ ასევე რატო არ უნდა მომწონდეს თქვათ Led Zeppelin-ის Stay Away კიბეცაში და არის ხო მთელი რიგი რაღაცები რაც კარგია მაგრამ ეხლა რატო უნდა მომწონდეს თქვათ Rolling Stone-ის მისი აღმატებულობა მისი უმაღლეს მისი აღმატებულობა სატანა რაღაც ესეთ სიმღერა აქვს და ნუ ფერებით ისეთი აი გესმით როკ მუსიკა როგორც ასეთი რატო არ უნდა მომწონდეს მაგალითად ის Barcelona რა ქვია იმას Queen-ის და ასე ანუ არის კარგი არის ცუდი არის კარგი არის ცუდი თუ მღერის ესე იგი სატანისტი და სულში რო თელი ეჯოხეთია იმის მუსიკა იქნება ცუდი და თუ სულში რაღაც ესთეტიური მინიმუმ ესთეტიური განცდები მაინც სწორედ აქვს ჩამოყალიბებული და მშვენიერების იქნება კარგი ხა თქვენ გასაჭეთ ფოტოჟურის ბუგდილანი ქრისტეს გადაგებდა და რატო იქნება მისი მუსიკა ცუდი რატომ ითვლება ტატუ ცოდვად ბავშვი ბაბა მითხარ ტატუს სად იკეთებენ ხოლმე რა ადგილებზე იკეთებენ აბა მე ხა ვერცაც ვერ ხედავ ტატუ ქონდეს აკეთებული ჰა აჩვენე ხელზე თქვათ ჩანს მე მაგ ხელზე ყოველთვის გძელთა როცა ესეთი წასასმელი არჩი არ ჩანს მაგალითად ხო იცი რა არის აი როცა მეკითხებიან რა არის ცოდვა რატომ არის ეს ცოდვა ну машин მეკითხვა მაქვს ესეთი რომ რა დანიშნულება აქვს машин ტატუს რომელიც ძირითადად არ ჩანს ხოლმე თორე ხა მე მინახია ერთი ნახე კაცი შტრიხ-კოდი ქონა აქ კისერზე ეხლა რა შტრიხ-კოდი აქვს რაღაც მას უყიდულობ რა პეჩენიას და რაღაც ზეც რა ეხლა ადამიანს რატო რა შტრიხ-კოდი აქვს ვერ გავიგე ხო აი მე მაგალითად გაგებული მაქვს ვიცი რომ მთელ რიგ აღმოსავლურ ქვეყნებში იყო ესეთი ტრადიცია ძველათაც კი რომ სვირინგს იკეთებდნენ ტატუს ჯვარს იკეთებდნენ და საოცარი იყო რომ ამას აკეთებდნენ ისეთ ქვეყნებში სადაც იდევნებოდა ქრისტიანობა და ამ შემთხვევაში мотиваციაზე იმიტომ გითხარით мотиваციას ადიდი მნიშვნელობაა იმ აღმოსავლურ ქვეყნებში ეს არაბული ქვეყნები იყო წარმოგიდგენიათ ესე იგი ქრისტიანმა შეიძლება თქვა შეეშინდეს და ჯვარი მოიხსნას და დამალოს თავისი კუთვნილება ქრისტიანობისადმი მაგრამ როცა ის სვირინგს იკეთებდა იმას ვერცად ვერ დამალავდა თან ისეთ გამოსაჩენად იკეთებდნენ თქვა რომ აი კლავზე აქვს რომ მოკლე სახელებში გამოჩნდებოდა გულზე თქვა თუ გაიხდი და ჩანდა და ანუ ისინი ხმამაღლა ამით განაცხადებდნენ რომ მე ქრისტიანი ვარ და არ მეშინი მაგრამ როდესაც ადამიანი ტატუს იკეთებს ძალიან უხერხულ ინტიმურ ადგილებზე კითხვა ჩდება რომ ვისთვის იკეთებს ვისთვის იკეთებს ნუ რაღაცია ესე იგი რას ნიშნავს ეს რაღაც არა ჯანსაღია ხო და თუ ესია რატო კითხვაც აღარ არის უკვე აქ რა ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის თუ რამდენჯერმე შეგვიძლია გულისხმობ გოგოსა და ბიჭის ურთიერთობას და ვიცი მე ერთხელ შემიყვარდა რა გითხრა თუ უფრო სერიოზულად უპასუხებ არა ისიც სერიოზული იყო რაც გითხარით ერთხელ შემიყვარდა მეთქი ნუ მომთხოვთ ჩემი სიყვარულის ისტორიის გახსენებას მე ხლა წინ ვიყურები უკან აღარ ვიყურები ჩემ ბავშვობაში და წინ ვიყურები იქითკენ მიჩევნია წინ ვიყურები რაც შეეხება თუ განვაზოგადებ ესე ვიტყვი რომ ადამიანს მე მიხარია როცა ვხედავ ახალგაზრდას რომელსაც სიყვარულის უნარი აქვს მე ახსოვს ერთი ადამიანი რომელიც მონასტერში უნდა წასულიყო და უკვე ასაკში იყო ის ვაჟი იყო 20-ს გადაცილებული იყო და მონასტერში წასვლა უნდა და მე ვეკითხები რომ ვინმე ყვარებია მეთქი და არაო და მე ვერთი როგორ შეგიფორდება ანუ ადამიანს უნდა აუცილებლად ქონდეს სიყვარულის უნარიცა სურვილისა და მოკლედ გული უნდა ეძებდეს სიყვარულს თუ ადამიანს ეს არ აქვს რა ვიცი აბა და კიდევ ერთი ნიუანსი რაც სიყვარულთან დაკავშირებით უნდა ითქვას მე ეს ხაზი მინდა ამას გავუსვა იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ აი არც ისე შერყვნილი და ისე დაჩაგრული მოდი ესე ვთქვა არც ერთი სიტყვა და ტერმინი და ცნება არ ყოფილა არც ერთი ცნება აი არც ერთი სიტყვა არ ყოფილა სამყაროში და დღეს როგორც სიყვარულია იმიტომ რომ ყველაფერს სიბინძურეს სიყვარულს არქმევენ და აი დღეს რომ ფიზიოლოგიურ აღვირახსნელობაზე ვსაუბრობდით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იცით მან რა არის რომ სიყვარულში იგივე ვაჟი და ქალვაჟის სიყვარული იქნა ნახსენები
ხო ხვდებით ახლა პატარები აღარ ახართ და სიყვარული არ დაიყვანება შიშველ ხორცამდე, ხო სწორია. სიყვარული ლამაზი იმიტოა რომ მას რომანტიული ელფერი აქვს, ხო? ანუ რომანტიული რომ არის, ხო სწორია. აი მე ამ სიტყვაში რომანტიზმი ხა სხვა რამესაც ნიშნავს, მაგრამ მთლიანობაში ამ სიტყვაში მე მინდა გამოვხატო სიყვარულის სულიერი, მშვენიერი, ძალიან ამაღლებული ნაწილი, ხო? აი რაც მამაკაც რაინდად გადააქცევს და ნუ ქალს მართლაც ყველა ქალს პრინცესა და ასე შემდეგ. აი ნებისმიერი გადახრა აი ამ რომანტიზმიდან სიყვარულში ამახინჯებს ყველაზე ამაღლებულ ადამიანურ გზნობას და უნარს, რომ მან მერე მომავალში ღმერთი შეიცნოს. როდესაც სიყვარული დადის შიშველ აღვირახსნილობამდე და მე შემიძლია ეს ყველგან ვამტკიცო, თქვენ ასაკის ადამიანებთან შეხვედრისას მე ეს არ მსურს. მაშინ გვხვდება ყველაზე მთავარი, რითაც ადამიანი ცხოველზე უარესი ხდება. ამიტომ თუ ადამიანს სანამ კაცობრიობაში შემორჩენილი არის ერთგულება რომანტიული სიყვარულისადმი. ოღონდ ერთგულება იცი რას ნიშნავს? აი მე მიყვარს რომანტიულად და მართლაც აი მიყვარს, მაგრამ აი სხვებს იმ აღვირახსნილებს თავში გვაუხლიათ. რა ზნად ისაკეთეთ? მე არ მედარდება სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. დიახ ეგეც ბუნებრივიაო რა მოხდაო, ხო? აი ეს უკვე ნიშნავს რომ შენ ამასაც არაფასებ რაც გარს. და შენ თუ გიყვარს ის სხვებიც უნდა გინდოდეს რომ იმათაც გაიხარონ ესე და ისინიც განიკურნო. ამიტომ სანამ სამყაროში დომინირებს ჯერ კიდევ იმედი მაქვს. ესე იგი რომანტიული სიყვარულისადმი სწრაფვა მანამდე სამყარო იარსებებს, იმიტომ რომ ესეც სამყაროს ექნება შესაძლებლობა პოტენციური რომ ქრისტე დაინახოს. როდესაც სამყაროში მოკვდება წყურვილი რომანტიული სიყვარულისა, იქ დამთავრდება ღმერთის ძიების შესაძლებლობაც კი თეორიულის და სამყარო არსებობას შეწყვეტს, მოვა ანტიქრისტე. და ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ. პავლე მოციქული ამბობს ამას, როდესაც ის მამაკაცსა და დედაკაცის, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობას, ამ რომანტიული სიყვარულის არ წერია, იქ საუბარია ოჯახზე. და როდესაც ანალოგიას ეძებს, აი რას შეადაროს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რას შეადაროს? მე წაგან გითხარით ათulis წერტილი, რა შევადარო ეს, რაღაცას შევადარო, რაღაცას. და ანალოგია მინდა და ვერ პოულობს პავლე მოციქული ოჯახის ანალოგიას. როცა ქმარს და ცოლს ერთმანეთი სწორედ ამ ამაღლებული რომანტიული უერთგულესი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი და ანალოგია ვერ იპოვა და ნახეთ რა იპოვა ზეცაში. ქმარს ისე უნდა უყვარდეს თავის ცოლი და ცოლი ისე უნდა ერთგულებდეს თავის ქმარს, როგორც ქრისტეს უყვარს ეკლესია თავგანწირვამდე და ეკლესია ერთგულებს ქრისტეს. ზეცის ანალოგია მოიტანა. და როდესაც ადამიანს ეს აღარ შეუძლია მიწაზე, იმას როგორ დაინახავს? ამას მოციქული გეუბნებას წინაწელში, თუ შენ არ გიყვარს ძმა, რომელსაც ხედავ, როგორ შეიყვარებ ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ აი ესე იგი სიყვარულს და ადამიანში მთავარი არის ეს უნარი და ეხლა დედამიწაზე ეს რამდენჯერ რეალიზდება, ხო ალბათ ყველაზე ლამაზად ის მხოლოდ ერთხელ შეიძლება რეალიზდებოდეს. მე უკვე მისი რაღაც ნაკლები ხარისხი შეიძლება იყოს თქვა, სხვა დანარჩენი თუ ის ვერ რეალიზდა. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ რომ არა აი ადამიანს როცა მრავალი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ადამიანებთან, ხვდებით რასაც გულისხმობ, თუნდაც ამას რომანტიულს არ ქმევდეს, ადამიანს ეკარგება უნარი ნამდვილი სიყვარულისა. სიმძაფრით განცდა ნამდვილი რომანტიული სიყვარულის, იმიტომ რომ მან დახარჯა თავის რესურსი. მას სულიერად აღარ აქვს ამის ძალები, იმიტომ რომ გარყნა თავის თავი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ადამიანი გაუფრთხილდეს ამ საოცარ უნარს, სიყვარულისა და არ წაბილწოს იგი, იმიტომ რომ ნამდვილ სიყვარულს, ვაჟსა და მამაკაცს, ვაჟსა და გოგონას შორის ნამდვილ სიყვარულს, რომელიც სასურველია ოჯახით და ლამაზი შვილებით დაგვირგვინდეს, აუცილებლად ჭირდება სიწმინდე, როგორც მეგობრობა ჭირდება სიწმინდე. სამშობლოს სიყვარულს ჭირდება სიწმინდე. ჭირდება ამასაც სიწმინდე, ერთგულება ჭირდება. და თუ ადამიანი გაირყნა, ხო, მე მას უჭირს სიწმინდეში დაბრუნება. თეორიულად შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ძალიან გაუჭირს. ესეც გაითვალისწინეთ. ესე ჩვენ რამდენი ხანი გვაქვს დრო? აქ უკვე ისა. აბა გითხრათ დირექტორმა.
რამდენი დაგვრჩა? დავიშალეთ? კიდე რა? მაშინ ახალი აღარ დადოთ და ვეცდები მოკლე პასუხები გაგცეთ. აბა მითხარი ოღონ მოკლედ. ხმამაღლა. თქვენი მოსახლეობა მაინტერესებს აიდენტიფიკაციის შესახებ. იცით რა არის აიდიზაცია, გასაგებია რომ აიდი ბარათები მე ვერ ვანიჭებ იმ საშინელ რელიგიურ დატვირთვას, როგორც ზოგიერთი აკეთებს ამას და ვერ ვიტყვი რომ ვინც აიდი ბარათი აიღო, ისე იგი ის უკვე ეშმაკის სახურია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მრავალ თქვენთაგან შეიძლება გქონდეს ეს აიდი ბარათი და მე მეჭობა რომ თქვენ ეშმაკის სახურები იყოთ. ამდენხანი ჩემთან არ მოხვიდოთ ასე და რაც შეეხება ადამიანებისში ჩანერგვას ჩიპისას, რა თქმა უნდა, აქ უკვე ცოტა სხვა ფენომენთან აგვაქვს საქმე, თუ ეს მომავალში იქნება. იმიტომ რომ აქ არის უკვე პირდაპირ ადამიანის ღირსების შელახვა, იმიტომ რომ ცხოველებით ბეჭდავენ. მაგრამ ერთი რამე იცოდეთ რომ თუ როცა ვინც აიდი ბარათების წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ილაშქრებს იმ გლობალური პროცესების წინააღმდეგ, რომელიც დაგვირგვინდება ანტიქრისტეს მოსვლით, როგორც ქრისტიანობა გვასწავლის, ქრისტიანული ესქატოლოგია გვასწავლის, მაგრამ მე მაგალითად უფრო მეტად მეშინია ვიდრე აიდი ბარათებია და ჩიპები და ამ შემდეგ უფრო მეტად მეშინია იმისი, რაც მე წეგან გითხარით თავში 50,000 ესე იგი ის რომ გამოდის LGBT და ამბობს რომ ქრისტიანობა აიგრძალოს საფრანგეთში. როდესაც 7,000 ადამიანი ფემინისტი და მსგავსი ადამიანი უტევს ესე იგი ეკლესიას და ესე იგი შეურაცხყოფს საშინელი ორგიებს მართავენ პირდაპირ 1500 მორწმუნის წინ, რომლებიც ჯაჭვი აქვს და მხოლოდ ლოცულობენ და არაფერი არ აქვთ, აფურთხებენ და რაღაც საშინელებებს უკეთებენ და გული გამისკდა რომ ნახე ეს და თან ნახევრად შიშვლები არიან ესენი და ამაზე რეაქცია არავის არ აქვს. და მე ვხედავ რომ თანამედროვე სამყარო როგორ მიდის ამ კატასტროფისაკენ, რასაც ქვია ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა პირდაპირ უკვე რაც იყო გასაბჭოების პერიოდში რუსეთში. რუსეთმა ის სახადი რაც მოიცილა, ეხლა ის ხდება უკვე ევროპაში. როცა ესე იგი მხოლოდ იმიტომ კლავდნენ ადამიანს, ბოლშევიკები, იმიტომ კლავდნენ ადამიანს, რომ იყო ქრისტიანი, მეტი არაფრის გამო. დღეს იგივე მომენტები ხდება ევროპაში და როცა თელ სამყაროში ამას ვხედავ, აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი და როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ რატომ არის გარყვნილება ცოდვა. როცა ადამიანს ამის დანახვის უნარი აღარ აქვს უკვე. ხო, მაშინ იმას რაღაც უნდა ჩიპი და აიდი ბარათი უკიდურეს ეშმაკის სახურია ეს. მე ვეცდები რომ პასუხები მოკლედ გაგცეთ. მაქვს პრობლემა, რომელზეც ვერავისთან ვსაუბრობ და ვფიქრობ ერთადერთი ადამიანი ხართ. მაგრამ თქვენთან მოსვლაც ძალიან მიჭირს, როგორ მოვიქცი, არ ვიცი, იქნებ რამით გამამხნევოთ. პირველ რიგში ღვთისწინაშე ვამბობ, ვინც არ უნდა იყო ამის დამწერი, რომ თუ ეს ეხება ცოდვას, ვერანაირი ცოდვით ვერ გამბაკურებ, იმიტომ რომ შენზე უარესი ვარ. აი გეუბნებით პირდაპირ, იმიტომ რომ შენ იქნები პატარა და მე ვარ 53 წლის. ხა წარმოგიდგენია 53 წელში რამდენი ცოდვას დავაგროვდი, თან 29 წლის ასაკამდე მე ვიყავი ურწმუნო. მე თქვენ ხელა რომ ვიყავი მასწავლებელი მაიმუნი ხარო, განვითარებული მაიმუნი. და მარტო თქვენ ხელა კი არა, ინსტიტუტი რომ დავამთავრე, უმაღლესი ჯერ კიდევ აი ესეთი ცნობიერება მქონდა. მე რომ უმაღლეს სასწავლებელი დავამთავრე, ვიყავი 21 წლის. ტექნიკური უნივერსიტეტი. ჯერ კიდევ ეგეთი ვიყავი და მე 29 წლის ასაკში გავხდი ქრისტიანი. გესმით რა საშინელი პერიოდი მაქვს გავლილი და ეხლა როგორ მაჯობო შენ ცოდვებში, ამიტომ არაფერი არ გამიკვირდება. ხო და რავი, დანარჩენი ღმერთის ხელშია ყველაფერი. ამ ბოლო დროს ხშირად გძნობ ხო ესეა რა და ისე მადლობა ნდობისათვის, რა თქმა უნდა. ამ ბოლო დროს ხშირად გძნობ თავს ზედმეტად. ვაი, ვერავინ ვეღარ მიგებს და მგონია რომ ჩემი არსებობა ყველა ზიანს აყენებს. ვიცი რომ ასაკის ბრალიცაა, X2-ია, მაგრამ რომ შეიძლება როგორღაც თავი ავარიდო ამას. რას მირჩევთ მამბაო? არის ესეთი საოცარი ფილმი ამერიკული It's Wonderful Life, ანუ მშვენიერია სამყარო, ხო? კიდე ხიათ ეგ ფილმი? ეს არის It's Wonderful Life. ეს არის ამერიკული ფილმი, რომელიც ითვლება როგორც ჩვენთან რუსულ სივრცეში და საქართველოშიც ეს მუშაობდა. ესეთი ფილმია სლოკიმპარამ, როგორ არის ქართულად? გამოთ და ეს საახალწლოდ უშვებდნენ ხოლმე. ეხლა არ ვიცი როგორ არის.
ეს არის ფილმი, რომელსაც ყოველ ახალ წელს საბჭოთა კავშირში და მე როგორც საქართველოში აქედან უშვებდნენ ეს მეტყლებად იცით ეს ორსერიანი ფილმი, ძალიან კარგი ფილმია სხვათა შორის რუსული. და აი ესეთი ტრადიცია ამერიკაში. ამ ფილმს ყოველ საშობაოდ უშვებენ იქ. ამიტომ ყველას გირჩევთ ამ კითხვის დამწელს განსაკუთრებულად. მე არ ვიცი ახლა თქვენ ინგლისური იცით თუ რუსული, ეს ფილმი არსებობს რუსულათაც და ინგლისური ვერსიაც არის. It's Wonderful Life აგრეთვე ორი ვერსია, ინგლისურისა და რუსულის, რომელი ენაც იცით ამოაგდეთ. აი ამ კითხვაზე, ამაზე გენიალურ პასუხს, რასაც ეს ფილმი გაგცემთ, ვერავინ ვერ გაგცემთ. ეს არის საოცრება. იქ მიხვდებით, რომ ყოველი ადამიანი როგორის მართლა ყოველი ადამიანი ღვთისმოვლენილია და მიხვდებით ერთ საოცარ რამეს, ზუსტად ეს პრობლემა დგას იქ, ზუსტად ერთ-ერთზე და მიხვდებით, რომ თქვენ რომ არ იყოთ ის ცხოვრება, რომელიც თქვენს გარშემოა. აქედან გამომდინარე, მე თქვენს გარშემო არის ცენტრი და პერიფერია. პერიფერია, ესე იგი ნიშნავს, რომ იმის გარშემოც კიდე იქ ვიღაცაა და ანუ თქვენ რომ არ იყოთ ძალიან თქვენს გარშემო არსებული სამყარო სულ სხვანაირი იქნება და აბსოლუტურად შეიცვლება და ცვლისკენ შეიცვლება. ხო, ასე იგი ისე იცვლება, ისე შეიცვლება თქვენს გარშემო არსებული რეალობა, ისე დამახინჯდება და მიხვდებით, რომ ისე საჭირო ხარ, სადაც ხართ, თქვენი მინუსები და პლუსები. რომ მე გაგიხარდება და ეს ფილმი არის სწორედ ამ სიცოცხლის ზეიმია. თითოეული ადამიანი როგორი მნიშვნელოვანია ამ სამყაროში, ამას მიგახმარებთ. არის გაკეთებული გენიალურად. ამიტომ ყველას გირჩევთ ამ ფილმის ნახვად. უნდა გჯეროდეს თუ არა სიზმრების. სიზმარი არის სამი ტიპის, ეს არის პირადი რაღაც ემოციები და ნერვული სისტემა, ამოძრავებული, ქვეცნობიერი, გაცოცხლებული ჩვენში. ეს არის დემონური წარმოშობის, ანუ მიღმიერი, მაგრამ დემონური და არის ღვთიური. ღვთიურის პროცენტი როგორც წესი მცირეა. უფრო მეტი არის პირადი და ასევე დემონური. ამიტომ როდესაც ეკლესია გეუბნება რომ სიზმარს არ ენდო, გულისხმობს იმას, რომ შენ არ იცი მისი წარმომავლობა. თუ რაღაც ისეთი იქნა მართლა რომ შენს არსებაში დიდი ძლიერი კვალი დატოვა, გამოცდილ ადამიანს უნდა კითხო და მასთან ერთად გაარჩიო. და მესამე, თუნდაც ღვთისგან იყოს, ანუ ყველაზე უკეთესი ვარიანტი. უნდა იცოდე რომ შენი პირადი ცხოვრება, შენი პირადი არჩევანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეფუძნოს, თუნდაც იყოს ეს 100%-იანი მაგას ვინ გეტყვის, მაგრამ ღვთისგან. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში თუნდაც ეს რაღაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს, შენ როგორი ცხოვრო, ეს დამოკიდებული უნდა იყოს შენს გაგებაზე, ქრისტიანობისა, სწორ გაგებაზე და შესაბამისად შენს ერთგულებაზე უფლისად. და საერთოდ ნაკლებად უნდა ეძებო რაღაც ფეირვერკები და სასწაულები სულიერ ცხოვრებაში, არამედ პრაგმატულად უნდა უერთგულო ქრისტეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რას ფიქრობთ ალიოშა, ივანე და დიმიტრი კარამაზოვებზე? რა ვიცი, მე ფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამი ტიპის ადამიანია, სხვათა შორის ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ეს არის თვითონ დოსტოევსკის ცხოვრების სამი ეტაპი, რომელიც, ალიოშა არის, რა თქმა უნდა, მისი ბოლო ეტაპი. თუმცა ალიოშა ძალიან საინტერესოა, ალიოშა გასაგებია, რომ თავის ძმებს აღემატება ყველაფრით და განსაკუთრებულად იმით, რომ ის არის მორწმუნე. დიმიტრი, ვიცით ახლა მისი ხასიათი რა, ყოველ შემთხვევაში ალიოშაც კი, რომელიც ვერ შევატით ვერც ივანეს თავისთავად ცხადია და ვერც დიმიტრის, ალიოშაც კი არის ესეთი მაძიებელი და ვერ ვიტყვი ის არის ყოფილი მორწმუნე. მე მაგალითს გაგახსენებ, როდესაც ალიოშას გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს მონასტერში და ის მონასტერზე ამბობს უარს იმის გამო, რომ მისი რელიგიურობის საყრდენი, ერთ-ერთი საყრდენი იყო ხილული ნიშანი თავისი მოძღვრის სხეულის უხრწნელობა. გაიხსენეთ და როდესაც მისი მოძღვრის სხეული იხსნება იმავე დღეს და მეორე დღეს უკვე ძალიან მძიმე სუნი დგას კელიაში და არა დაფიქრობდე რომ ესეთი წმინდანია ზოსიმე და იყო კიდევაც წმინდანი. იყო. მაგრამ აი როცა ამ წმინდანის გარე წმინდანობის და ანუ ღმერთის ყოფობის მონასტერში დადასტურებად ითხოვდნენ შინაგანად რომ ეს არ გაიხსნებოდა, ღმერთმა დაუშვა და იმავე საღამოს დაიწყო ხრწნა. ეს გახდა მიზეზი მინისის მონასტრიდან წასვლისა.
ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება იყო ამგვარი მორწმუნე, რომ ანუ ბუნებრივად ალიოში არ არის სრულყოფილი მორწმუნე, გასაგებია. არ შეიძლება ჩვენი რწმენა რაიმე გარეგანზე იყოს დაფუძნებული. გარეგან ნიშანზე, გარეგან სასწაულზე. ამას უფალი პირდაპირ გზავნავს სახარებაში, ეს დოსტოევსკი კი არ გამოიგონა. ნათესავი ბოროტი და მემრუშე. მემრუშე ახლა მაინდა-მაინც იმ აღირახსნელობას კი არ გულისხმობს, არამედ მოღალატეობას. მრუში მოღალატეა იგივე. ნათესავი ბოროტი და მოღალატე, ანუ მემრუშე სასწაულს ეძებს. ნახეთ? შედალუცვილო, რადგანა სასწაული? ღმერთი არის, მოვიდა ადამიანად. დამთავრდა. რა გჭირდება ამისათვის, რომ მას გაყვედა, მას უერთგულო. როცა ადამიანს ამის გარდა კიდევ რამე უნდა, ეგ უკვე პრობლემაა სულიერ. რა უნდა ვქნა თუ როდესაც თუ რაღაც პრობლემის გამო მიხდება მეგობარსა და დედას შორის არჩევანის გაკეთება და მინდა თუ არა ვემხრობი მშობელს. ეს ცუდია. ცუდია. მე არ ვიცი ხო მე რო ვიცოდე საქმის არსი თუ დედა მართალია არის ძალიან სერიოზული პრობლემა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მშობლები შვილებს უგრძალავენ კარგ მეგობართან ურთიერთობას გარკვეული მიწიერი ანგარებიანი მოსაზრებებით. ამ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მე თან გიგრძნობ რომ როგორმე უნდა მოახერხო რომ არც მეგობარი უარყო, მაგრამ მშობელსაც ახლა გული არ ატკინო და აშკარა ურჩობა არ გამოიჩინა. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე რომ მშობელი ამ შემთხვევაში მართალია და შვილს უგრძალავს ისეთ რამეს, რასაც მაგალითად წინახევის ჩემ შვილიშვილს უგრძალავთ ხოლმე რომ ბასრინა საგანი აიღოს ან მაღალ სკამზე აწურეს და მექიდან შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ უგრძალავთ. და ესე იგი ამიტომ აქედან გამომდინარე და იმ პატარა ჩემი შვილიშვილი წულს და ერთ ამბავს გვიტეხავს როგორ ამიგზავნეთ სკამზე ასულა. ესე თავისუფლად თორე რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად უშვებთ. გესმით, ხანდახან არის რომ ახალგაზრდას არ ესმის ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობის ცუდი მხარეებს ვერ ხედავს და ამ შემთხვევაში მშობელი მართალია. ახლა აქ რასთან ამას საქმე არ ვიცი. თუ მეორე შემთხვევა, ანუ თუ მშობელი იდეურად მართალია, მაშინ შედარებით უმკიმნეულოა ეს, იმიტომ რომ მართალია და დაემორჩილება და მორჩა. და მადლობასაც ეთქვი მე და აი თუ მტყუანია დედა, პრობლემა რა ქნა, აი შენ გონიერებაზეა. არც დედას უნდა ატკინო გული, მაგრამ მეგობარიც ვერ უნდა დაკარგო. რამდენად მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, ანუ ცხოვრებაში არის სიტუაციები, როცა შენს გარდა ამ სიტუაციაში ვერავინ ვერ დაგეხმარება საკუთარი თავის გარდა და ვერ გამოხვალ სხვისი რჩევით, შენ უნდა მოახერხო. და გარდა ამისა, ესეთ შემთხვევებში უნდა ღმერთს მიმართო, უფალო, მე პრობლემა მაქვს. აქეთ დედა, რომელიც მიყვარს, რომელიცაც სუბიექტური მოსაზრებით თავისი სწორია, მაგრამ ობიექტურად ის მართალი არ არის. აქეთ მეგობარი, რომელსაც ვერ ვატკენ, რა გავაკეთო? მომეხმარე, მომიგვარე ეს პრობლემა. როგორც ხშირად უფალი აქეთ პრობლემებს მიგვარებს. როცა ხედავს ჩვენს თავდაბლობას და ქეთმოდრეკას. რამდენად მოითხოვს ღმერთი ჩვენგან მსხვერპლს და არის თუ არა აუცილებელი მსხვერპლს შეწირვა მადლიერების გამოხატულებისათვის აუცილებელი. რა სიტყვით ვეგეტარიანელებზე. მსხვერპლში რას გულისხმობ? ქრისტიანულ რელიგიაში არსებობს ერთადერთი მსხვერპლი. ყველა დანარჩენი არის ეგრეთ წოდებული მსხვერპლუკა, პატარა. ანუ რა არის მსხვერპლი ქრისტიანულ რელიგიაში? უსისხლო მსხვერპლი აღვლენილი გულის საკურთხევლიდან, რომელიც არის ბაგეთა მსხვერპლი, ანუ მსხვერპლი ქებისა. როგორც ფსალმებში კითხულობთ. ანუ როდესაც შენი გული გახარებული იმით, რომ არის ღმერთი, მას აქვს სურვილი აგიდოს იგი. ეს არის ერთადერთი მსხვერპლი. ანუ ეს არის როცა შენი გული არის საკურთხეველი. არა გოლგოთა, სადაც შენ ქრისტეს კლავს შენ გულში, არამედ საკურთხეველი. ყველაფერი დანარჩენი ემსახურება ეკლესიაში ამას, რომ შენ გულში მუდამ უკალობდე და ადიდებდე ღმერთს და ეს იყოს შენში ღმერთის ერთობის დასაწყისი. ეს არის თავარი. თუ ეს არის, მერე უკვე არსებობს სხვა მსხვერპლებიც. მაგალითად, ეკლესიაში მიხვედი და შენი შრომით რაღაცა გააკეთე, თქვა აგური აგურზე დაადე,
მაგალითად. თქვათ, იქ რაღაცა დაასუფთავე მაგალითად. მაგალითად, თქვათ, ქრისტეს სახელისათვის ადამიანს დაეხმარე მაგალითად, ხო? ესეც არის. და უამრავი სათნოებანი და ქრისტიანული საქმეები, რომელიც კეთილი საქმეებია და რომელთაც ღმერთი იდიდება. ეს ყველაფერია. მატერიალური შესაძლებლობა და მატერიალური დახმარება. იგივე სოციალური დახმარება, როცა ადამიანს როგორც ქრისტეს ხაც ეხმარები და შეეწევი, ეს ყველაფერი არის. მაგრამ თავარი ის არის. ის არის თავარი. რომელიც შენ გაიძულებს რომ შეიცვალო, იმიტომ რომ იმას, რომელსაც ქვია ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, ვერ მოახერხებ შენ თუ მას, ანუ ღმერთს არ ემსგავსები ნელ-ნელა. იმიტომ რომ მსგავსი მისრაფის მსგავსი საკითხი. შენ თუ ქრისტეს არ დაემსგავსე, მასთან ურთიერთობას ვერ მოახერხებ. შენთვის იქნება შეუძლებელი და მომაბეზრებელიც. მამა, როცა უსამართლობას ვაწყდები, ვცდილობ ღმერთთან ვიყო მართალი და არ ვცდილობ თავის დაცვას. ამით მოსწავლეებს ცუდ მაგალითს ხომ არ ვაძლევ. მათ ვუხსნი, რატომ ვჩუმდები. თუმცა ჩემს სიჩუმეს თვლიან ამპარტავნებად, გარშემო მყოფნი. როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ხა პირდაპირ მშრალად შეიძლება ასე ითქვას. თავარი ის კი არ არის ხალხი რას ფიქრობს შენზე. თავარი არის ღმერთი რას ფიქრობს შენზე. მაგრამ შეიძლება ხალხზეც ვიზრუნო და ვიფიქროთ იმ შემთხვევაში თუ ამ ზრუნვით ისინიც ჭეშმარიტებამდე მივლენ. ანუ აუხსნა იმიტომ რომ ისინი დაინახავენ ამ ერთადერთ სიმართლეს რომ თავარი ღმერთთან იყოთ მართლები. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ცოტა მეტი უნდა ვთქვათ და არ გავჩუმდეთ, მაგრამ თუ ვძნობთ რომ ეს მიზანი მიუღწეველი იქნება, მაშინ ჯობია გავჩუმდეთ. აი ესეა, რა ვიცი. თითოეული შემთხვევა ცალკე განსახილველია, მაგრამ ზოგადი პრინციპი სწორია. თავარი ღვთის წინაშე ვიყოთ მართლები და ადამიანის წინაშე თავის მართლება ზოგ შემთხვევაში საჭიროა და ზოგ შემთხვევაში პირიქით ქრისტიანული თვალსაზრისით ცუდი ტონიც კი შეიძლება კონდეს ამას. ვერ მივდივარ ეკლესიაში, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს ღმერთის წამს. არ ამჯერა. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ესეა. მე ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა. მე ხლა რო ვთქვა, რომ მე ძალიან მინდა ვიყო კოსმონავტი, მაგრამ არა ვარ. თუ მომინდება, კოსმონავტის გავხდები. მაგრამ არ მინდა. ისე. მე ძალიან მინდა ვიცოდე ინგლისური ენა, ბრწყინვალედ, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვახერხებ, არ დამიჯეროთ. თუ მინდა, ინგლისურს კი არა, ჩინურსაც ვისწავლე. მე მინდოდა ეკლესიაში სიარული და არ წავიდე, ვინ შემიშლის. პავლე მოციქული არ მეუნება, ვინ განმაშოროს მე სიყვარულსა ქრისტესა და ჩამოთვლის ყველა უბედურებას, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ შეგიშლის შენ ქრისტიანულ ცხოვრებას თუ შენ ეს მართლა გინდა. არ არსებობს ძალა, რომელიც ღმერთსა და ადამიანს შუა ჩადგება. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანი ეკლესიაში ვერ მევა, შეიძლება იყოს, როცა ობიექტური მიზეზი არსებობს. თქვათ, ადამიანი თქვათ ინვალიდია და ტაძარში ვერ მიდის. თქვათ, ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც ფიზიკურად ეკლესია არ არსებობს. ეგეთი შემთხვევების დაუშვათ თეორიულად არ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მაინც არ არის შორს ეკლესიისაგან, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენს გულშია და ამიტომ მას შეუძლია ღმერთთან ერთობა გქონდეს გულში. ეკლესია ჩვენ გვეხმარება მადლს გვაძლევს, რომ ეს გზა გაგვიკვალოს, გვასწავლოს, დაგვიდასტუროს, რომ ის ჩვენთან არის. მაგრამ თუ ფიზიკურად შორს არის, მაინც ღმერთი მოვა ჩვენამდე იმ გარეგანი ეკლესიური ინსტიტუციის გარეშეც. ოღონ აი როგორც მარიამ ეგვიპტელთან იყო. ოღონ იმ შემთხვევაში თუ ეს ერთობა შეუძლებელია ობიექტური მიზეზი. თუ ეს მიზეზი სუბიექტურია, მაშინ ისე ცხოვრობ როგორც გინდა. და ის მინდა არ არის უკვე საკმარისი. ესე იგი სუსტი მინდაა ძალიან. საზღვარგარეთ პასპორტებზე თითის ანაბეჭდებს ითხოვენ და ეს ეკლესიურად აკრძალულია თუ არა, ან სარწმუნოების მხრივ რაიმე საშუალებას ხომ არა წარმოადგენს. ეხლა ანაბეჭდების აღება ეკლესიურად აკრძალული არ არის. უბრალოდ ეშინიათ ხოლმე რომ იქ ანუ იცით რისი ეშინიათ? ტოტალური კონტროლი, როდესაც დგება ესეთ საშუალების წინაშე დედამიწა, რომ ტერორისტთან ბრძოლის მომიზეზებით ყველა ადამიანის გაკონტროლებას იწყებენ და იმ დონეზე რომ რა წინს კითხულობ და რა ინტერესები გაქვს, ესეც კი ცნობილი იქნება. ეს რა თქმა უნდა, ანუ ზეპოლიციური სახელმწიფოებრივი გლობალური სისტემა იქნება. რა თქმა უნდა, ეს ცუდი, ეს რომ მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ იყოს, ცუდი არ იქნება, მაგრამ
მაგრამ მაგალითად საბჭოეთში ტოტალური კონტროლი არსებობდა, მაშინდელი ტექნიკური საშუალება იძლეოდა, როგორც იძლეოდა ამის საშუალებას და ეს არ იყო კარგი, იმიტომ რომ მაგალითად შენი მორწმუნეობა იქ ყოველთვის იყო პრობლემა. ესე. ანუ თავისუფლება ამ ხრივ შეზღუდული ჰქონდა. თუ მაგალითად ამ ტოტალური კონტროლის მერე თუ განხორციელდება, მერე სახელმწიფო, სოფლიო სახელმწიფო იტყვის, რომ მართლმადიდებლობა არა, აი როგორც დღეს საფრანგეთში 50,000 ეს ადამიანი ამბობს, რომ ქრისტიანობა აუგზავნოთ. ხოლე გამოვა 500,000. და ის რომ მილიონობით ამბობს, რომ ესე იგი ხო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ესენი ორგანიზებულები არიან. ესენი დეკრიმინალიზაცია მოხდა მათი და უმრავლესობა კრიმინალია უკვე. და აქედან გამომდინარე, დაახლოებით ისეთი მდგომარეობა იქნება, როგორც აი უცხოურ ფილმებში რო გინახიან, რაღაც კოსმოსური რაღაც უცნაური ცივილიზაცია რო ჩამოვა და კაცობრიობას რო იპყრობს. დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება. ამიტომ როცა ისინი იტყვიან, რომ ქრისტიანობა არა და ტოტალური კონტროლი უკვე განხორციელებულია, წარმოგიდგენიათ, რომ მაშინ რჩება ერთადერთი აღსარებლობა და სიკვდილი. მე ვარ ქრისტიანი და მორჩა, უკან არ ვიხებ. ყდები დიდი სიხარულით. ეს კი ბატონო. მაგრამ უკვე ცხოვრება ქრისტიანისათვის ხდება შეუძლებელი. აი ესეთი რაღაცაა და ამიტომ ამის ეშინიათ ხომ და თითების ანაბეჭდების, ბიო რაღაცეები, სურათებიო თუ რა, 1000 რაღაცაა, ხო? აქეთკენ მიდის, მაგრამ თავისთავად დღეს თითების ანაბეჭდი, თავისთავად ეს აიდი ბარათი ჯერ ეს არ არის, ამიტომ როცა ადამიანი ამას იღებს, ამიტომ და ესე იგი ისა მოღალატია უთრის და ეგ აბსოლუტურად მიუღებელი. იმიტომ რომ აქეთკენ მარტო ეს კი არ მიდის, მაგალითად და ეს სმარტფონებს ეძახიან, ხო, რაღაც ეს დიდი ტელეფონები როა და რაღაც. იცით ამით საშუალებით როგორ გაკონტროლებენ? ისინი რომელიც პირდაპირ კავშირშია იმასთან, ინტერნეტთან, სატელიტურ პირდაპირ კონტროლის ქვეშ ხარ, ნებისმიერ მომენტ შენი პოვნო, შენი დაფიქსირებულია, შენი სახელი, შენი პაროლი, შენი ყველაფერი. ხო იცით რომ შენი ადგილმდებარეობაც ყოველწუთი შეიძლება დაინახო იმ ინტერნეტის ადგილმყოფები, ამიტომ ნებისმიერ წუთში შენ დაფიქსირება არის შესაძლებელი. შენი საუბარი, შენი მიმოწერა და ასე შემდეგ, მე იქ შენი გადარიცხები მისი საშუალებით. ანუ უკვე ეს სისტემა გლობალური საინფორმაციო, სატელიტური და ეს ქსელური სისტემა და სატელეფონო სისტემა უკვე არის, უკვე ნიშნავს აი ამას და ამიტომ იქ უარყოფა აიდი ბარათის თითის ანაბეჭდების. მაშინ აქედან უნდა დავიწყოთ აქ სოციალური ქსელები. ეს ქმნის ამ პრობლემას, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. ჩვენ ამ სოციალური ქსელები და ამ გლობალური სისტემის საშუალებით ჩვენ გვეძლება საშუალება რომ იქით შეუტიოთ ეშმაკს. ანუ ჩვენ გავავრცელოთ ქრისტიანობა, რაც გააკეთეს მოციქულება. რომის იმპერია როგორ იპყრობდა ხალხს? თავისი იდეოლოგია შექონდა, ანუ რომაული სამართალი, ლათინური და ბერძნული ენები, ანუ უნივერსალური სამართალი, უნივერსალური კომუნიკაცია და გზები. ამ სამი რაღაცით რომის იმპერია იპყრობდა მსოფლიოს. იყო თუ არა ეს? ანუ რომის იმპერია არ დამხრობელი. ეს ცუდია. ხალხებს იპყრობს, ესე ცუდია. მათ სამართავად იყენებს ამ სამ იარაღს. უნივერსალური სამართალი, უნივერსალური კომუნიკაცია, ბერძნული და ლათინური ენების და გზები. ცუდია. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ქრისტიანობამ როგორ გამოიყენა ეს? ეს სამართალიც გამოიყენა, პავლე მოციქული როგორ იყენებს ამ სამართლას თავის მისიონერობაში ჩანს. ენაც გამოიყენა და კულტურაც. და ეს გზებიც ღვთის სიტყვის გასავრცელებლად. გესმით? ამიტომ ჩვენც ესე უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ამას მაინც ვეღარ აჯობებ, როგორც ისინი ვერ აჯობებდნენ რომის იმპერიას. შეუძლებელია ამ გლობალიზაციას შეეწინააღმდეგო. ეს ხდება, ეს არის რეალობა. ეს არის ცუნამი, რომელიც მოდის. ეხლა მე ვისწავლი ამ ცუნამში ცურვას და გატანასი ქრისტიანობისა. აი ეს არის. რაც შეეხება ახლა დაჩიყვას, ეს უკვე ცხოველი ხარ უნდა ამაზე, რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ. არსებობენ ადამიანები, რომელთა საქციელიც არ არის შეთვის მისაღები, თუმცა ყოველდღე გიწევს ურთიერთობა და თუ არ აღყვები მათ, გავიწროებენ და გრიყავენ, რა გავაკეთო? ძალიან მოკლედ გეტყვით. დინარის აღმა ცურავენ ცოცხალი თევზები და დინარის როგორ თევზები მიყვებიან? აი ეგ არის. ლოქო სულ დაბლაგდია, ულაშებს აცმაცუნებს და თევზებს ყლაპავს და კალმახი რა შვება? ჩანჩქერში არის. რომელი კეჩევია იყო?
ხო? დანარჩენი გადაწყვეტეთ თქვენ. მაინტერესებს ეკლესიამ რომ აკრძალა ეს ხო ეს იყო, ამაზე უპასუხე. ხო, მოკლედ ესე, მე ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. ეს კითხვა ასო თავიდან რო იქნა დასმული და ამაზე შეიძლება ზოგადად გავეცი პასუხი, სოციალური მსახურება და ასე შემდეგ. დავასრულეთ ბავშვებო, ხო? აბა კარგად იყავით. გაიხარეთ შევი.